შეეძინა 2 მილიარდ 103 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც არის ისტორიული რეკორდი. Მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 მილიარდ 808 მილიონი დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია ფედერალურ ვისარგებლობის შემთხვევით და ეროვნულ ბანკს მის პრეზიდენტს გადაუხდი მადლობას ძალიან ეფექტიანი საქმიანობისთვის. ასევე აღნიშნავ, რომ ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე სარეიტინგო კომპანია ფიჩმა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა, რა თქმა უნდა, წარდგება სამომავლოდ ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოცნების პრემიერისგან მადლობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც რეზერვების ზრდა ფიჩის უახლეს ანგარიშშიც აისახა და მთავარ მიზეზად იქცა, რატომაც გავლენიანმა საკრედიტო სააგენტომ საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა ნეგატიურიდან ისევ სტაბილურზე დააბრუნა. თუმცა რეკორდულ მნიშვნელობამდე გაზრდილი რეზერვების დონე მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება, რაც ერთი მიზეზია, რატომაც საქართველოს შემთხვევაში საკრედიტო რეიტინგის ისევ პოზიტიურ მნიშვნელობამდე როგორც ეს ევროკავშირთან ოცნების დაპირისპირებამდე ჰქონდა საქართველოს, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დაახლოებით 1 წლის წინ რეიტინგს ნეგატიური პერსპექტივა მივანიჭეთ ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი იყო პოლიტიკური პოლარიზაციის მკვეთრი ზრდა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა. მეორე მიზეზი იყო საერთაშორისო რეზერვების მკვეთრი ვარდნა გასული წლის ოქტომბერში, რაც ნაწილობრივ ინვესტორების განწყობების გაუარესებით იყო განპირობებული. და რამაც ცენტრალურ ბანკს კურსის დასაცავად ჩარევისაკენ უბიძგა. ამ კუთხით ცენტრალურმა ბანკმა შეძლო რეზერვების მნიშვნელოვნად აღდგენა. დაახლოებით 37%-ით ზრდა 1 წლის განმავლობაში, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რაც უნდა გაგვეთვალისწინებინა და სათანადოდ აღგვენიშნა ახალ ანგარიშში, რადგან ამით საგრძნობლად შემცირდა გარე ლიკვიდობის ერთ-ერთი ძირითადი რისკი. ოქტომბრის ბოლოსთვის რეზერვები 5,6 მილიარდი დოლარია. შედეგი მხოლოდ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით არ მიღწეულა. დიდი ნაწილი გაძვირებულ ოქროზეც მოდის. საქართველომ გასული წლის დასაწყისში შეიძინა ოქრო რეზერვების გასაზრდელად. ამან ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა საკმაოდ ძლიერი იყო ფულადი ნაკადები, ტურიზმის და ICT სექტორის შემოსავალიც. ამ სურათის ნაწილი ასევე დეკემბერში საბანკო სექტორისთვის და რეზერვების მოთხოვნების გაზრდაც. რამაც ნაწილობრივ დოლარიზაციის შემცირებასაც შეუწყო ხელი. ამდენად დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რეზერვები მკვეთრად გაუმჯობესდა, ისინი მაინც ჩამორჩება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო დონეს, რაც სუვერენისთვის შედარებით სუსტ მხარით რჩება. პერსპექტივის სტაბილურობამდე გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ლიკვიდობის რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულად მიგვაჩნია. რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოტენციურ ზრდასაც. ამ ნაწილში Fitch Ratings-ის მთავარი აქცენტი Eagle Hills-ის პროექტზე მოდის. პროექტზე, რომელიც გონიოსა და თბილისში ასეულობით ჰექტარის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განვითარებას გულისხმობს. სულ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ოცნების მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ოცნების ეკონომიკის სამინისტროს აწარმოის საქართველოში დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ. გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებელმა აქციონერმა მოჰამედ ალაბარმა მიიღო, რაც შესაძლებელი გახადა მეწარმეთა კანონში გასულ კვირას შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცათ დაიკავონ ისეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ზე ნაკლებს ფლობს. ასევე განახლდა Eagle Hills საქართველოს წესდება, სადაც ასახულია კომპანიის სააქციო კაპიტალის ცვლილება და მისი 33.33%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემა. გარდა ირაკლი ნადარეიშვილისა და თორნიკე ზირაქიშვილისა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი, რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, რომელიც ამავდროულად 2025 წლის აპრილში დაფუძნებული Eagle Hills საქართველოს გენერალური დირექტორია. როგორც არვინდ რამაკრიშნანმა გითხრა, სხვადასხვა აქტორებთან საუბრის შემდეგ მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოცნების მთავრობაც და ინვესტორიც მოწადინებულები არიან, რომ პროექტი შედგეს. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ როგორც მთავრობას, ისე ინვესტორს ძალიან სურს ამ პროექტის განხორციელება. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინებას უკვე 2026 წლის მეორე ნახევრიდან უნდა დავაკვირდეთ.
ეკონომიკის სამინისტრო გასცემს მიწას ამ პროექტისთვის და შესაბამისად ამ პროექტის აქციონერი ხდება. ჩვენთვის საყურადღებოა ინვესტიციის მოცულობა, რაც საქართველოს ეკონომიკის 17%-ია. თუ ამის რეალიზება მოხდება, ამას რა თქმა უნდა გავლენა ექნება საგადამხდელო ბალანსზე. მშენებლობის დაწყების დროს იმპორტი გაიზრდება, მაგრამ თუ შეთავაზებული ინვესტიციები რეალურად განხორციელდა, სავარაუდოა, რომ საგადამხდელო ბალანსზე დადებითად იმოქმედებს. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ეს გაზრდის საქართველოს, თუ გინდათ ასე ვთქვათ, მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტის დაფარვის შესაძლებლობას. გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზეც, რადგან საერთოდ როდესაც ასეთი დიდი მასშტაბის პროექტები იწყება, ისინი გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტს ქმნიან, რომლის რაოდენობრივი შეფასებაც რთულია. მაგრამ თუ პროექტი დაგეგმილის მიხედვით გაგრძელდა, მოსალოდნელია ზრდაზე დადებითი გავლენაც. რაც შეავსებს იმ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში შევნიშნეთ. კერძოდ, მშენებლობის სექტორის საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს ეკონომიკურ ზრდაში. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აშკარად უფრო პერსპექტიულად შეფასდა და ანგარიშშიც მოხვდა Eagle Hills-ის სულ ახლახანს დაანონსებული პროექტი და არა ვთქვათ იგივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, სადაც ოცნების მთავრობის თქმით სახელმწიფოც ჩართულია და ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმთანაც ბოლო საკითხები ზუსტდება. ასეთი 6 საკითხიაო, ირაკლი კობახიძემ გითხრა სექტემბერში, თუმცა რა პროგრესი არსებობს ამ 6 საკითხთან მიმართებით, ამაზე ოცნების მთავრობა პროაქტიულ კომუნიკაციას არ აწარმოებს. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიიდან გავიგეთ, რომ მისასვლელი არხის მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარით უნდა ყოფილიყო, ახლა ის 113 ჰექტარამდე შემცირდა, რაც ასევე ამცირებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო ღირებულებასაც. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ანაკლიის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით არის შემცირებული, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს ამ მიმართულებით 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2026 წლის დასაწყისში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის მიწა ხაპია შემოსვლა ნიადაგის გაუმჯობესებული სამუშაოების განხორციელებისთვის. 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია, რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება. შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, ხოლო იმისათვის, რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი. ანაკლიის პროექტზეც კითხავთ აქვე. შეგვიძლია თუ არა ამ ანგარიშიდან გამომდინარე ვივარაუდოთ, რომ Eagle Hills-ის პროექტი ამ ეტაპზე ფიჩისთვის უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, სადაც ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი ყავს. თუმცა პროექტის განვითარების შესახებ ბოლო პერიოდში არაფერი კონკრეტული არ გვსმენია. თუ ანაკლიის პროექტში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდება და მშენებლობაც რეალურად დაიწყება, ეს ჩვენს პროგნოზებზე პოზიტიურად აისახება, განსაკუთრებით FDI-ის მიმართულებით. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ისევ ფრთხილად ვართ, როგორც სავარაუდოდ თქვენ. პროექტი მრავალჯერ გადაიდო და რეალური FDI-ის შემოსვლის მტკიცებულება ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა დიახ, პროექტი დაიწყება. ეს ჩვენი პროგნოზებისთვის პოზიტიური იქნება, მაგრამ ამჟამად ეს მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობაა საქართველოსთვის. საინტერესო კიდევ ერთი ასპექტია, მიუხედავად იმისა, რომ Eagle Hills-ის პროექტი ამ ეტაპზე ფიჩისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების პერსპექტივისთვის უფრო პრიორიტეტული ჩანს კონკრეტული ეკონომიკური გავლენის შეფასებისგან, ამ ეტაპზე გავლენიანი საკრედიტო სააგენტო მაინც თავს იკავებს მას შემდეგაც, რაც ირაკლი კობახიძისგან უკვე გავიგეთ თუ რა ტიპის მონახაზი აქვს ოცნების მთავრობას. რიცხვებში ცნობილი ვიდეოს შემდეგ ახალი რაც გავიგეთ ის არის, რომ დივიდენდის სახით სახელმწიფო მიიღებს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. შესაბამისად, რადგან ჩვენი არის 1/3 Eagle Hills-ის 2/3, შესაბამისად Eagle Hills-ის დივიდენდი იქნება დაახლოებით 4 მილიარდი ლარი, რაც არის დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი. ანუ Eagle Hills-ი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6.6 მილიარდ დოლარს.
და ელოდება $1.5 წმინდა მოგებას. ანუ ინვესტიციიდან ამონაგები, ეგრეთ წოდებული IRR არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ გადამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. უწუნებენ კომპანია EGF-ს, სამხატვრო გამოცდილების მქონე კომპანია საკუთარ დათვლებს და ამბობენ, რომ ეს არის სწორი. თუმცა შეუძლიათ გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში არის თუ არა ცოტა 23%. Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ Eagle Hills-ის პროექტის კონტექსტში კონკრეტული რიცხვების თვლა ჯერ ადრეა. ჩვენ არ გვაქვს ცდომა კონფიდენციალურ კონტრაქტებზე და მის ზუსტ პირობებზე. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, სამუშაო ადგილებს, პროექტის მოცულობასა და ასე შემდეგ, ამაზე კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებთ. როცა პროექტი რეალურად დაიწყება და რიცხვებში ასახვას დაიწყებს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ზუსტი დასკვნების გამოტანას. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ბინების გაყიდვები უკვე დაწყებულია. ესეც ჩვენი დაკვირვების საგანია, რომ გავარკვიოთ, რა ტიპის ინტერესი არსებობს ამ პროექტის მიმართ. პროგრესის მონიტორინგი შესაძლებლობას მოგცემს უფრო ზუსტად შევაფასოთ ამ პროექტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი მოკლე დროში ვერ უბრუნდება ნეგატიურიდან ისევ პოზიტიურ ნიშნულს, Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელის ანალიზის მიხედვით, საქართველოში და მის გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარება. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც თავის დროზე საერთოდ გაუარესდა საქართველოსთვის საკრედიტო პერსპექტივა. არვინ დრამაკრიშნანი ამბობს, რომ გავლენიანი საკრედიტო სააგენტო მოკლე პერიოდში საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ელოდება, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მმართველობის ხარისხზე, რაც სუვერენული საკრედიტო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენთვის Fitch-ისთვის სუვერენული რეიტინგის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მმართველობის ხარისხია. ამ კუთხით ჩვენ გონია, რომ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები სრულად ვერ ასახავს საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმების სათანადოდ მუშაობის ნაწილში. თუმცა ამ ეტაპზე ამის პირდაპირ ნეგატიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ან ინვესტორების განწყობებზე ჯერჯერობით არ ჩანს. საგარეო მიმართულებას რაც შეეხება, ევროკავშირთან ურთიერთობა საკმაოდ გაუარესებულია. მიმდინარე წლის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის ანგარიშიც ამას მკაფიოდ ასახავს. ევროკავშირის შეფასებით საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსისაგან მხოლოდ სახელი დარჩა. მოკლევადაში არ ვერლით, რომ საქართველო და ევროსტრუქტურები ხელახლა განაახლებენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, რაც მმართველობის ხარისხის გრძელვადიან დინამიკასაც აზიანებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოში პოლიტიკური რისკები კვლავ ძალიან მაღალია და მმართველობის ხარისხის თვალსაზრისით საფრთხეები მზარდი. თუმცა ჯერ არ ჩანს ამას რა გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე და ინვესტორთა სენტიმენტებზე. პოლიტიკა რომ ეკონომიკას არ ეტყობა საქართველოში, ამის დასტურად არვინ დრამაკრიშნანს საქართველოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა და Fitch-ის პროგნოზები მოჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი უმადური საქმეა და ჩვენი ანალიტიკოსებიც მუდმივად ამ ფრაზას იშველიებენ ხოლმე, როცა ძირითადად პირდაპირ პასუხებს გაუგებიან, Fitch Ratings-ი მაინც ვარაუდობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უცვლელი დარჩება და ლარიც დიდწილად სიმყარეს შეინარჩუნებს. ამ არგუმენტების მიუხედავად, ჩემთან პირად თუ საჯარო საუბრებში საქართველოში ეკონომისტების, ანალიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ Fitch-ის ეკონომიკური ანალიზი ზედაპირულია და ხელს აძლევს ოცნების ნარატივს, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. ერთი ასეთი შეფასება წინა კვირას ამ სტუდიაში გოგა ხიშტოვანისგანაც მოვისმინეთ. საუბარი იმაზე, რომ რაღაცა გადასარევი სიტუაცია აქვს საჯარო ფინანსებს ან ბიზნესს, იქნებოდა ძალიან საეჭვო. გადავიდეთ თუ გინდა ბენკინგზე, ხო? მაგალითად, ბოლო დღეების ჰედლაინი არის, რომ როგორმე იქნებ გავამარტივოთ დაკრედიტების პოლიტიკა იპოთეკურ სესხებზე და მიდის ლობიზმური სამუშაო ფაქტიურად შეტევა დიდი ეროვნულ ბანკზე, როგორმე გაამარტივოს წესები იპოთეკური დაფინანსების. რატო? იმიტომ რომ მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე არის შემცირებული. რატომ არის შემცირებული? გვიხსნიან, რომ იმიტომ არის შემცირებული, რომ წესები არის ძალიან მკაცრი. მაგრამ არავინ არ ამბობს იმას, რომ შეიძლება იმიტომ არის შემცირებული, რომ ზოგადად სექტორი არის სერიოზული გამოწვევის წინაშე. ავიღოთ მაგალითად პორტფელის დისტემპ.
მაგალითად პორტფელის დის ტემპი ბანკების. ერთი წლის წინ ის იყო 19% წინაწელთან შედარებით. ეხლა ჩამოსული არის 13%. რის ხარჯზე იზრდება საბანკო პორტფელი. თავარი დრაივერი არის სამომხმარებლო ესხები. ხო? 28% იყო ბოლო თვეს რაც მე შევამოწმე. ხოლო ბიზნეს ესხების დის ტემპი არის 10%, 5%-იანი ინფლაციის პირობებში. ანუ არ ვიცი მე ფიჩი რას უყურებს, მე იმედი მაქვს რომ უყურებს იმას, რასაც უნდა უყურებდეს, მაგრამ ის რომ ერთადერთი ჩემს გეტყვირასოებს. უყურებს რეზერვები რომ გაიზარდა. კი, ამას ამბობს კიდევაც და უყურებს ყავს თავისი ერთი ანალიტიკოსი, რომელსაც მიბარებული ყავს 10-12 ქვეყანა, აქ რაღაცა 3 ცვლადი და თუ ნახარ რომ ეკონომიკა იზრდება და რეზერვები არის რისკ ფაქტორი, რეზერვები თუ გაიზარდა, სიტუაცია გაუმჯობესდება. ჩემი აზრით ეს არ არის სიღრმისეული ანალიზი და ნუ თუ შესაძლებლობა იქნება გაუზიარებ პირადადაც ამას, მაგრამ მე მგონია რომ ესე ზერელეთ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მე ამ პროპაგანდისტული მედიებით ამ აუზაურის ატეხვა რომ ყველაფერი არის სტაბილურად არის დამაზიანებელი საქართველოს ეკონომიკის უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ აი ეს გარშემო ჩანს რომ რაღაცა ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ სიღრმეებში რო ჩავიხედოთ, ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. სულ ბოლოს და ამით ვასრულებ ამ ნაწილში ჩემს მიმოხილვას საინტერესო აქცენტი არვინ დრამაკრიშნანისგან იმ ფაქტორებზე საუბრის დროს მოვისმინე, რომლებიც შესაძლოა მიმდინარე ანგარიში არ არის სასახული, თუმცა საკრედიტო სააგენტოს მონიტორინგს მაინც ექვემდებარება. ერთ-ერთი მთავარია გეოპოლიტიკური რისკები, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი, ოკუპირებული ტერიტორიები, გაყინული კონფლიქტები. ჩვენ არ გონია, რომ სულ მცირე გასული წლის განმავლობაში ამ ნაწილში რაიმე ისეთი ცვლილება მომხდარიყო, რაც საქართველოს პოლიტიკური რისკების ზრდისკენ მიუთითებდა. ეს მაინც ის საკითხია, რომელსაც ჩვენ ზოგადად მთელი ამ წლების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებით. მეორე საკითხია აშშ-ში მეგობარი აქტის ინიციატივა. მოგეხსენებათ, ის წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით გავიდა, მაგრამ ამჟამად სენატშია გაჭედილი. თუ ის საბოლოოდ მიიღეს და პრეზიდენტმაც არ დაადო ვეტო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიპისთვის? ეს კვლავ წარმოადგენს რისკს, თუმცა ამ ანგარიშზე მუშაობის დროს ჩვენი შეფასების ამ მომენტში მეგობარი აქტი არ ჩავთვალეთ მყისიერ საფრთხედ. თუმცა მაინც ერთ-ერთ ფაქტორად რჩება, რომელსაც პოტენციური გავლენის გამო მონიტორინგს ვუწევთ. მესამე საკითხი საქართველოს როგორც სტაბილური სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალია. რამდენად შეინარჩუნებს საქართველოს ამ როლს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაში შუა დერეფნის გააქტიურებას მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა. დღეს უკვე გაჩნდა ახალი სატრანზიტო დერეფნის თრიფის შესაძლებლობა. ეს დერეფანი აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის გადის და შესაძლოა საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვებში გარკვეულ წილს შეაჭიდოს. ახლა ამის ზუსტი შეფასება ძალიან ადრეა, ამიტომ კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს. თუმცა ესეც ერთ-ერთი რისკია, რომელსაც მომავალშიც დავაკვირდებით. ასეთია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მონიტორინგის რეჟიმშია და რომელთა გავლენა ჯერ არ მატერიალიზებულა. თქვენც მოისმინეთ, რომ ყველაზე ნაკლებად სააგენტო საქართველოში რუსეთის მხრიდან ღია აგრესიის წარმოებას განიხილავს. ფიჩი არ ელოდება, რომ ქვეყანაში მშვიდობას, როგორც ამას ოცნება გვახსენებს ხოლმე, მოკლე პერიოდში რაიმე ემუქრება და აქცენტებს საერთოდ სხვა მიმართულებებით სვამს. მიმართულებებით, რომლებიც დღეს თუ გავუშვით ხელიდან საქართველოსთვის არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკის დონეზე შესაძლებლობის ფანჯრებს დიდი ხნით ჩაგედავს.